მეტად კომუნიკაცია, რომ დავგეგმოთ ძალიან კონკრეტული პრობლემის მოგვარების გზები. სწორედ აქედან წამოვიდა იდეა, რომ ამხანაგობის თავმჯდომარეებთან მომხდარიყო შეხვედრა და საჭიროებების ჩამონათვალი არის ძალიან მკაფიო, რომელ ამხანაგობას რა პრობლემა აწუხებს, ერთ შეიძლება აწუხებდეს გზები, მეორეს ლიფტები, მესამეს სახურავები და ასე შემდეგ. მე წვრილვანდები ამ საკითხებზე, იმიტომ რომ საზოგადოება არის სრული დეზინფორმაციის ქვეშ, რომ თითქოს და ეს არის გარკვეული PR აქცია ან ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, ან კიდევ სხვა. პირიქით, მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მე ვარ ის ადამიანი და ის გამგებელი, რომლის მიზანს წარმოადგენს გვერდში ამოიყენოს და შემოიკრიბოს ყველა საქმის გამკეთებელი ადამიანი, მიუხედავად მისი პარტიული კუთვნილებისა, მიუხედავად მისი ბიძაშვილ-მამიდაშვილობისა თუ სხვა ნათესაური კავშირ კლანური ურთიერთობებისა და შესაბამისად მე არ დაუშვებ არცენ ჩემს გადაწყვეტილებაში, რომ რაიმე სუბიექტური მიდგომა არსებობდეს. ამის დასტურად მინდა მოგიყვანოთ რა მექანიზმით წავედით ჩვენ ტრეინინგის მომზადების საკითხებში. საბურთალოს რაიონში არსებობს 813 ამხანაგობა და 813-ვე ამხანაგობის თავმჯდომარეს დაეგზავნა შეტყობინება, რომ საბურთალოს რაიონის გამგეობა აპირებდა აღნიშნული სემინარი ტრეინინგის ჩატარებას. 813-დან გამოგვეხმაურა ჩვენ 2 კვირის ვადა მივეცით განცხადების წარმოდგენისათვის, გამოგვეხმაურა სწორედ 300-მდე ამხანაგობის თავმჯდომარე და სწორედ აი ამ განცხადებების საფუძველზე დაიგეგმა ტრეინინგი. რაც შეეხება პირველ ბრალდებას, რომელიც რომ თითქოს და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებისთვის კეთდება, არის სრული აბსურდი და პირიქით ამის დასტურად მე დღესაც მოუწოდებ ნებისმიერ ამხანაგობის თავმჯდომარეს თუ ნებისმიერი პარტიული სტრუქტურის წარმომადგენელს, თუ მას აქვს კონკრეტული ეჭვი, რომ რომელიმე ამხანაგობის თავმჯდომარე ვერ მოხვდა ამ ჩამონათვალში, რისი გამორიცხვასაც პრაქტიკულად ვახდენ, რადგან ყველასთან იყო შეტყობინება გაგზავნილი, მათ აქვთ უფლება, რომ წარმომიდგინონ რეკომენდაცია, რომ ამხანაგობის თავმჯდომარე ჩართული იქნას ტრეინინგში მონაწილეობის მისაღებად. მეორე ბრალდებას რაც შეეხება, რომ ეს იყო თითქოს ორგანიზებული დასასვენებელი ტური, ესეც არის აშკარად პროვოკაციული და სრულ სიცრუეზე ორიენტირებული, რადგან არსად ტენდერის პირობებში არ წერია, რომ ეს არის თურქეთი ან რომელიმე დასასვენებელი კურორტი. ტრეინინგში პირდაპირ წერია, რომ სემინარის გამართვის ადგილი იქნება თბილისიდან მინიმუმ 70 კილომეტრით დაშორებული. ეს შეიძლება იყოს როგორც ბაზალეთი, ასევე შეიძლება იყოს სოფელი კაჭრეთი, ასეთი შეიძლება იყოს ბორჯომი და ასე შემდეგ. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი სასტუმროს მენეჯმენტი როგორ მადას გამოავლენს და შესაბამისად ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ყველაზე უფრო დაბალი ფასის პირობებში გამოვავლინოთ გამარჯვებული და ჩავატაროთ აღნიშნული ტრეინინგი. ამიტომ მე კიდევ ერთხელ მიმაჩნია, რომ მე არა ვარ ის გამგებელი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს ან ვინმეს დირექტივების საფუძველზე, ან კიდევ გაუაზრებლად. აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს მიერ იქნება მიღებული, არის კონკრეტულად დასაბუთებული, მას აქვს შესაბამისი არგუმენტაცია და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დაინტერესდება გადაწყვეტილების მოტივაციით, მას ექნება საშუალება, რომ მიიღოს პასუხი კითხვაზე, რატომ ხდება უფრო მეტი ადამიანის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, უფრო მეტი პრობლემების გამოვლენა და ამ პრობლემების მოგვარება. მე მესმის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ზოგიერთი ამხანაგობის თავმჯდომარე, რომელიც არანაირ საქმეს არ აკეთებდა, შეიძლება განაწყენებული იყოს, რომ რატომ არ არის წახალისების რეჟიმში, რატომ ვერ იღებს ხელფასს და ასე შემდეგ, მაგრამ პირდაპირ ვამბობ, წახალისებული ჩემი მუშაობის პერიოდში იქნებიან მხოლოდ ის ადამიანები, ვინც იმუშავებენ, ვინც მოაგვარებენ საკუთარი მაცხოვრებლების პრობლემებს და ჩვენ გამგეობისა, მერიისა თუ სხვა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებს გვაიძულებენ, რომ მივიღოთ მოქალაქეთა სასარგებლო გადაწყვეტილებები. ვინც იქნება ამ პროცესში ჩართული და ვინც საკუთარი კვალიფიკაციითა თუ პრინციპულობით შეძლებს ამ საკითხების მოგვარებას, მე მხარს უჭერ, რომ ეს ადამიანები იქნენ მაქსიმალურად წინა პლანზე წამოწეული. შეუძლებელია მე თქვენ გაჩვენებთ ტექნიკურ პირობებს, სადაც პირდაპირ წერია, რომ სემინარი უნდა გაიმართოს
თბილისიდან მინიმუმ 70 კილომეტრის დაშორებით. რატომ ასეთი დათქმა? თქვენ ნებისმიერს მიგიღიათ სემინარში მონაწილეობა და წარმოიდგინეთ, რომ თბილისში მოსული ადამიანი, რომელიც შემოვლის რეჟიმით შეიძლება მოვიდეს, დაგხედოს და მერე მიატოვოს სემინარი. ეს არ არის სწორი. ეს არ არის უშინაარსო გადაწყვეტილება, რაზედაც სრული პასუხისგებლობით მინდა განვაცხადო. ეს იქნება აბსოლუტურად კარგად მომზადებული მასალები, როგორც ის ინფორმაცია, რა სიახლეები შევიდა ამხანაგობის დაფინანსების კუთხით, ის ნოვაციები. აქ არის ზოგადად არ დახარჯავს, ეს არის სავარაუდო თანხა, რომელიც გამოყოფილია და ფაქტიურად რამდენი ადამიანიც მიიღებს მონაწილეობას, იმდენ ადამიანზე იქნება გამოყოფილი 3 დღის განმავლობაში გამოყოფილი იქნება 200 ლარის ოდენობით ერთ დღეზე, სადაც შედის როგორც სასტუმროში დაბინავება, ასევე შედის კვება, შედის საკონფერენციო დარბაზითა და აპარატურით მომსახურება, შედის მასალების დარიგება, მისი კოპირება და ასე შემდეგ. დიახ. ეს არის თანხა, რომლის ფარგლებშიც ეს არ მოხმარდება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გაუაზრებლად არც ერთი ამხანაგობის თავმჯდომარის წახალისებას. ეს არის თანხა, რომელიც მოხმარდება ამხანაგობის თავმჯდომარების კვალიფიკაციის ამაღლებას და დიახ, ეს არის ამ ფარგლებში. კი ბატონო. კი ბატონო, გეტყვით, საიდან იხარჯება ეს ფული კითხვაზე, მე გპასუხობთ, რომ ბიუჯეტში არსებობს სპეციალური ნორმა, რომელიც ითვალისწინებს ამხანაგობის თავმჯდომარეების წახალისებას ან სხვა ღონისძიებების განხორციელებას. მე ვამჯობინე, რომ წახალისება გამოხატული იყოს ამ ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებაში, მათი პროდუქტიულობის გაზრდაში, რომელიც საქმის მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული და არა გაუაზრებელი კრიტერიუმებით მათ დაჯილდოებაში. მე სხვა კრიტერიუმებს ვერ ხედავ, დავაჯილდოვებ და წავახალისებ მხოლოდ იმ ამხანაგობის თავმჯდომარეს, კიდევ ვიმეორებ, მიუხედავად მისი პარტიული კუთვნილებისა, მიუხედავად მისი ბიძაშვილურ, ნათესაურ, კლანური ურთიერთობებისა სხვადასხვა პირებთან, არ აქვს მას მნიშვნელობა. მე წავახალისებ ყველა იმ ამხანაგობის თავმჯდომარეს, რომელიც გააკეთებს საქმეს. ეს თანხა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ კი ამხანაგობის თავმჯდომარისათვის წახალისების თანხა იყო კვარტლის განმავლობაში 380 ლარის ოდენობით, მე ეს თანხები პირველი კვარტლის განმავლობაში არ გამიცია. ეს თანხები არის დაზოგილი და აი ამ თანხების ხარჯზე მე მოვახდენ მათ გადამზადებას. რაც შეეხება ტრეინინგის შინაარსს. ნაცვლად 380 ლარისა დაჯდება ეს ერთ ადამიანზე 200 ლარი. არ უხდიდით, ეს არის გათვალისწინებული თანხა, რომელიც არის კანონმდებლობით დადგენილი და ეს არის აბსოლუტურად გამგებლის დისკრეცია, რომ თვითონ უნდა შეიმუშაოს კრიტერიუმები, რა კრიტერიუმის მიხედვით მოახდეს ამხანაგობის თავმჯდომარეების წახალისებას და ჩემი კრიტერიუმი არის ასეთი, რომ ჯერ მოვახდინო მათი გადამზადება, მოვახდინო მათი კვალიფიკაციის ამაღლება და შემდეგ ვიმსჯელო მათი პროდუქტიულობის ხარისხზე და ამის მიხედვით მოხდეს ნებისმიერი ადამიანის წახალისება. ამ დანაზოგით ვაკეთებ, რა თქმა უნდა. არა, ეს იყო კვარტლის განმავლობაში. მინიმუმ 70 კილომეტრი. არა, ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში მოდით გეტყვით, რომ ასეთ შემთხვევაში ეს არის კიდევ ინდიკატორი იმისა, რომ საქართველოში მოქმედი ტურისტული კომპანია იქნება, ეს იქნება სასტუმრო და თუ ასე შემდეგ, მათ უნდა გამოხატონ თავიანთი ნება, რომ დაწიონ ფასები და რა თქმა უნდა სერვისი ჩემთვის უფრო მისაღებია, რომ ქართული კომპანიების მიერ იქნას გაწეული. ძალიან მარტივ ფორმულას გეტყვით, ხალხო, თუ კი კაჭრეთის ან ბაზალეთის რატომ ვიღებ ამ ორ მონაცემს, იმიტომ რომ 70 კილომეტრით დაშორებული ყველაზე მარტივად არის ბაზალეთი და კაჭრეთი. თუ კი ბაზალეთისა და კაჭრეთის ტრანსპორტირება და სასტუმროთი მომსახურება ჯდება იმაზე ძვირი, ვიდრე თურქეთში მომსახურება,
ეს არის ინდიკატორი იმისა, რომ ქართული კომპანიები უნდა დაფიქრდნენ, რომ ფასები შემოგთავაზონ იმ პირობებში, ეს არის კონკურენცია და შესაბამისად ვინც წარმოადგენს დაბალ ფასს, ის გაიმარჯვებს ტენდერში. ტენდერის წესები ასეთია, ამას მე არ ვადგენ, ეს არის კანონი, რომელიც დაწერილია და შესაბამისად ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილებები მიღებული. დიახ. რა თქმა უნდა, მე ამას არ ვზღუდავ, არანაირი რეგულაცია არ მაქვს შეზღუდის, რომ გარდა იმისა, რომ დაბალი ფასი იქნას წარმოდგენილი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაქსიმალური შედეგი უნდა იქნას მიღწეული მინიმალური დანახარჯით. მე მესმის, რომ ბევრი პოლიტიკური ძალა ამას გამოიყენებს სხვადასხვა მოტივაციით, დღევანდელი სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციები თუ სხვადასხვა სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციებში მე ვხედავ ცალკეულ აქცენტებს, მაგრამ აქცენტი უნდა იქნას დასმული სწორედ ისე, როგორც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. პირველი ის, რომ მოხდეს პრობლემების იდენტიფიცირება, მეორე მოხდეს ის, რომ ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ ჩართული საკუთარი პრობლემების მოგვარების საკითხში და იცოდნენ მათ საკუთარი უფლებების დაცვის მექანიზმები და ამაში მე ყველას შევუწყობ ხელს. დანაზოგი თანხა, რომელიც არ გაიცა ამ ხანაგობის თავმჯდომარეების წახალისებაზე და ეს თანხა მიმართული არის მათი გადამზადების პროცესზე. კი ბატონო. თქვენ ალბათ მიგიღიათ კონფერენციებში მონაწილეობა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ზოგადად როდესაც იგეგმება კონფერენცია, იმიტომ იგეგმება სამუშაო ადგილიდან მოშორებით, რომ ადამიანების ბუნება არის მაინც მობილიზებაზე ორიენტირებული, ხო? როდესაც თბილისში ხდება გარკვეული კონფერენციის მოწყობა, ასეთ შემთხვევაში არის საფრთხე, რომ შემოიაროს, დახედოს პირველ 1 საათს, 2 საათს, მერე გამოუჩნდეს საქმე ზოგიერთ შეიძლება ოჯახში, ზოგიერთ სამსახურში და ასე შემდეგ და როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ეს ადამიანები ბოლომდე არ ასრულებენ თავის ვალდებულებას. სწორედ აქედან გამომდინარე, ხდება მათი ქალაქგარეთ გაყვანა და შესაბამისად სამუშაო რეჟიმში. ნებისმიერი პრესის ნებისმიერ წარმომადგენელს მე გთავაზობთ, რომ წამობრძანდეთ ამ სემინარის მუშაობას დაესწროთ და შეხედოთ, როგორი რეჟიმში იქნება წარმართული მუშაობა. მე გამიმართავს არაერთი სემინარი, ყოფილ ვარ ორგანიზატორი არაერთი კონფერენციის და სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ, რომ სამუშაო რეჟიმი, რომელიც იქნება კონკრეტულ საქმეზე ორიენტირებული, ანგარიში გამოქვეყნდება მათ შორის თქვენთვის, რა შედეგები იქნა ამ კონფერენციის შედეგად მიღწეული. მიზნობრივი ხარჯი შეიძლება ჩაითვალოს სასამართლოს რესურსებში. იმ პირობებში ვთქვათ, ხუშოკები არის, საბუთალოდები. მე მინდა გაჩვენოთ ასევე კანონი ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ, რომელიც მიღებულია პარლამენტის მიერ და ამ კანონის 29 მუხლის თანახმად, სადაც განსაზღვრულია გამგეობის კომპეტენციები, პირდაპირ არის მითითებული, რომ ეს არის ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეების სწავლება. ანუ რაც შეეხება მიზნობრიობას და გამგეობის მიერ განსახორციელებელ ფუნქციებს, კიდევ ერთხელ ადასტურებს კანონი, შეგიძლიათ ნახოთ ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ კანონის 29 მუხლი, რომელიც პირდაპირ ასაბუთებს ამ თანხების ხარჯვის მიზნობრიობას. ნაცვლად წახალისებისა გამოიყენო ამ ხალხის სწავლებისათვის, რომ უფრო მეტი შედეგი იქნას მიღწეული. ეს არ არის საბურთალოს რაიონის ტერიტორია, თქვენ იცით, რომ გაყოფილია, ეს არის ვაკის ტერიტორია და ამაზე ალბათ გაგცემთ პასუხს ვაკის გამგებელი. მადლობთ. აი მე ხალხი